საქართველოში წყლის სექტორის ჩართულობის თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ზოგადად წყალმომარაგების საკითხის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის მთლიანობაში და სწორედ ამ საკითხებზე მინდა ვესაუბრო ბატონ გიორგი კობერიძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში მობრძანებისათვის და გადავალ პირდაპირ ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციის ნაწილით, რომელზეც ჩვენ ნახეთ მინისტრის შეფასება, EDB-ის შეფასება ამ ნაწილში. რას გულისხმობდა ძირითადად კონფერენცია ამ კუთხით და რა იყო ძირითადი აქცენტები, რაზეც თქვენ გაამახვილოთ ყურადღება? მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. დიახ, რამოდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკს. რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, წყლის სექტორში მომუშავე საპროექტო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლები. როგორც გითხარით, როგორც უცხოური კომპანიების, ასევე ქართული კომპანიების წარმომადგენლები. ზოგადად წყალმომარაგების სექტორი ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გამომდინარე, აქედან დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური საპროექტო სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წელს. ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ ამ კონფერენციაზე მოგვეწვია ამ სფეროში მომუშავე კომპანიის წარმომადგენლები, მათ ჩვენ გაუზიარეთ დეტალური ინფორმაცია. საპროექტო საზედამხედველო, ხო, ორივე მიმართულებით იყვნენ მოწვეულები. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ მათ გაუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომ გქონდეთ უფრო მეტი დრო მოემზადონ ამ მოცულობის ამ მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად, იმიტომ რომ თითოეული მათგანი პოტენციურ კონტრაქტორს წარმოადგენს ფაქტიურად ჩვენთვის, როგორც დამკვეთისთვის. აქედან გამომდინარე, ასევე შევთავაზეთ მათ ადგილზე საიტ ვიზიტები, რათა ამ საპროექტო არეალებს უფრო უკეთ გაეცნონ, ახონ გეოლოგიური მდგომარეობა, ლოკაციური მდებარეობა და უფრო მომზადებულები შეხვდნენ უკვე იმ პროექტების განხორციელებას, რა ვადებშიც ჩვენ უკვე გვეგმავთ უახლოეს მომავალში ტენდერების გამოცხადებას. რაც შეეხება რატომ კონკრეტულად ეს ორი მიმართულება, ზოგადად გიორგის სამივე მიმართულება ქმნის ხარისხიან პროდუქტს და რას გულისხმობ სამივე მიმართულებაში. ეს არის პროექტირება, სწორი დაგეგმვა და პროექტირება, ეს არის ზედამხედველობა, ეს არის მშენებლობა. გამომდინარე აქედან ჩვენ მშენებლობას ცალკე ძალიან დიდ დროს უთმობთ ზოგადად მშენებლებთან მუშაობას, ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაო შეხვედრები. ეს არის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციით ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები, ეს არის ბიზნეს ასოციაციის კუთხით ორგანიზებული შეხვედრები, თუ ასევე შიდა სამინისტროში დაგეგმილი უამრავი შეხვედრა ფაქტურად ყოველდღიურად, თუმცა ეს ორი მიმართულება წყალმომარაგების სექტორში ჩვენ გამოვყავით, ვინაიდან ამ კონფერენციის ფარგლებში, ვინაიდან მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან აქტიური საპროექტო სამუშაოები დაგეგმილი. მოგეხსენება, ჩვენ დიზაინ ბილდის პრინციპიდან გადავედით პროექტირება, ჯერ ვახორციელებთ პროექტირებას, ანუ ამზადებთ საპროექტო დოკუმენტაციას და შემდგომ უკვე ვაპროცესებთ მშენებლობას. გამომდინარე აქედან წყალმომარაგების სექტორისთვის მიმდინარე წელი არის ძალიან აქტიური საპროექტო სამუშაოების განხორციელების კუთხით და სწორედ ეს იყო მათთან ამ კონფერენციაზე ამ ორი მიმართულებით კომპანიების მოწვევის მიზეზები. ასევე მეორე ძირითადი მიზეზი, რასაც მინდა შევეხო მათთან ურთიერთობაში, არის უამრავი ხარვეზი და პრობლემა, რომელიც ჩვენ შევხვდა იმ პროექტებში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თვალსაზრისით, რომელ პროექტებსაც ჩვენ ვანხორციელებთ. ჩვენ დღეის მდგომარეობით დაახლოებით 100-ზე მეტ სამშენებლო პროექტს მართავთ წყალმომარაგების სექტორში ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ პროექტებში გვაქვს უამრავი ხარვეზი, უამრავი უზუსტობა. ზოგადად ძალიან ზედაპირულად არის ეს საპროექტო დოკუმენტაციები მომზადებული, რაც საბოლოო ჯამში იწვევს რას? იწვევს დროის ხარჯვას, ზედმეტად გაუთვალისწინებელ დროის ხარჯვას, ასევე ფინანსურ დანახარჯებთან არის ეს დაკავშირებული და რაც ყველაზე მთავარი არის ჩვენთვის მოსახლეობის უკმაყოფილებას. როდესაც ადამიანი ელოდება ამა თუ იმ რეგიონში, ამა თუ იმ სოფელში თუ ქალაქში თუ დაბაში კონკრეტული პროექტის დასრულებას და ეს პროექტი ჭიანურდება, ეს პროექტის დასრულება ჭიანურდება, ბუნებრივია ეს იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას მოსახლეობის და ადამიანების მხრიდან. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს
ხარისხიან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ მათთან ესეთი მჭიდრო კომუნიკაცია, ესეთი ხშირი შეხვედრები, რომ ჩვენი მიდგომები გავაცნოთ დეტალებში, თუ რა მიდგომები გვექნება მათთან მიმართებაში ამ დოკუმენტების მომზადების პროცესში. კი ბატონო, ბატონო გიორგი, მართლაც განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობა ბიზნესთან. ჩვენ ამას ხედავთ, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენთან აქ ბიზნეს ინსაიდერში. მინისტრმა არაერთხელ ისაუბრა ამ საკითხებზე. მართლაც ძალიან მისასალმებელია, რომ კომპანიებს ძალიან დეტალურად უხსნით შემდგომ განსაკუთრებულ საქმიანობას, რომ ზუსტად ეს მზაობა იყოს და ხარისხიან შესრულებული სამუშაო იყოს, რაზეც თქვენავთ მათ შორის ვადებში. და ამასთან მინდა კითხოთ შეჯამების ნაწილში, რომ რა არის ძირითადი სიახლეები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სადაც სწორედ ველით მათ შორის რომ ეს კომპანიები იქნებიან ჩართულები და ცხადია. გიორგი, კომპლექსურად რომ შევაჯამოთ, ესე იგი ძალიან მოკლე სტატისტიკას ვიტყვი, ძალიან საინტერესოს, მე არაერთხელ ვახსენე და დღესაც მინდა ამას ხაზი გავუსვა, უბრალოდ 2013-14-15 წლებშიც კი ქვეყნის მასშტაბით არც ერთი ქალაქი არ ქონდა, სადაც გვექნებოდა ქვეყნის მასშტაბით, იმ ქალაქებს გულისხმობ ჩვენი ოპერირების არეალში შემავალ 48 ქალაქს, სადაც იქნებოდა თუნდაც ერთი ქალაქი 24 საათიანი სასმელი-წყლით უზრუნველყოფილი. ჩვენ დღეს ამ 48 ქალაქიდან 31 ქალაქს ვამარაგებთ 24 საათიანი ხარისხიანი სასმელი-წყლით, ხოლო დარჩენილ 17 ქალაქში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება 2026-27 წლებში და იქაც შედეგად მივიღებთ 24 საათიან წყალმომარაგებას. ანუ 100%-ზე გავალთ ფაქტიურად. რა თქმა უნდა, 100%-ზე გავალთ და ეს პროცესი უკვე ფაქტიურად ეტაპობრივად დასრულების ფაზებში არის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, წყალმომარაგება არ არსებობს წყალარინების გარეშე. კი ბატონო, აქედან გამომდინარე, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ სწორედ ამ საპროექტო სამუშაოებს გულისხმობდი, მათ შორის აქტიურ საპროექტო სამუშაოებს, რომელსაც ჩვენ მიმდინარე წელს გეგმავთ, რომ დავიწყოთ უკვე, ყველა ქალაქში ჩვენ მოვაწესრიგებთ წყალარინების ინფრასტრუქტურას. ასევე აშენდება წყალარინების გამწმედი ნაგებობები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სოფლად წყალმომარაგების პრობლემა. კი ბატონო. ასევე ამ საპროექტო დიდ გეგმებზე, რომელზეც ვისაუბრე და კონფერენციაზეც ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ ჩართულ კომპანიებს და მონაწილე კომპანიებს. სოფლად წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრის კუთხით 100-ზე მეტ სოფელში დავიწყეთ უკვე პროექტირება, მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში არის. დიდ ქალაქებზე, არამედ საუბარი უკვე არა მხოლოდ დიდ და საშუალო და პატარა ზომის ქალაქებზე, ყველა ქალაქს წყალმომარაგების პრობლემა რომ შევაჯამოთ, იქნება მიმდინარე და მომავალ წელს გადაწყვეტი, გადაჭრილი ეს პრობლემა წყალარინების ნაწილში ვიწყებთ აქტიურ საპროექტო სამუშაოებს, ასევე გამწმედი ნაგებობების კუთხით და პარალელურად სოფლად წყალმომარაგების პრობლემა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ჩვენი მოსახლეობის, რა მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. კი ბატონო, ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია 100% შედეგი ქალაქების შემთხვევაში და სოფლების შემთხვევაში მართლაც ყველას ეს საკითხი ძალიან აწუხებს. ხედავთ ინტენსიურ ჩართულობას, გააქტიურებულ კიდევ უფრო მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაც ბუნებრივია, რომელიც თუნდაც ამ კონფერენციის შედეგად იყო და არა მარტო ვფიქრობ, რომ თავის წვრილს შეიტანს ანაწილს. წარმატებას გისურვებთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრებთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაკუთრებით ღია მედიისთვის ამას მინისტრის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან ვადასტურებ აი ამ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.